თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო კვირასთან დაკავშირებით დღეს უნივერსიტეტში პროფესორები დააჯილდოეს. გუშინ საღამოს კი სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში აფხაზეთის ომში დაღუპულ ექიმებსა და მედიკოს სტუდენტთა პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა. ერთი კვირის განმავლობაში უნივერსიტეტში დაგეგმილია კონფერენციებისა და კონგრესების გამართვა მედიცინის სხვადასხვა სფეროში. დღეს მე ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მეტად ემოციური ღონისძიება ჩვენ დღეს დავპატიჟეთ და შეხვედრას უწყობთ ჩვენს პროფესორებს, ვინც მუშაობდნენ და მუშაობენ სამედიცინო უნივერსიტეტში და არიან ჩვენი უნივერსიტეტის თანატოლები. მათი რაოდენობა, როცა ორგანიზებას ვაკეთებდით, 80 აღმოჩნდა. ეს სიმბოლურად დაემთხვა ჩვენი უნივერსიტეტის ასაკს. ვფიქრობ, კარგი ნიშანია. მათი ღვაწლი უდიდესია. ფიზიოლოგიის კათედრას მე არ მოვშორებულობ და ყოველთვის აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდი ამ კათედრის მუშაობაში და დღესაც აი სულ ლექციებს კითხულობ, სტუდენტებს ვეხმარები, ზრდით. დღესვე სამედიცინო უნივერსიტეტში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მოზარდებში არსებული დაავადებების პრევენციასთან დაკავშირებით ისაუბრეს. წარმოადგინეს ახალი პრეპარატები და მკურნალობის უახლესი მეთოდები. დღევანდელი დღე დღესასწაული დღე არის. საზეიმო დღე არის. საზეიმო არის არა მარტო ქართველი პედიატრებისათვის და ოჯახის ექიმებისათვის, არამედ მთელი ქართველი ხალხისათვის. პატრიოტული არის ის, რაც ბავშვებს წაადგება. პატრიოტული არის ის, რაც მოზარდი თაობისათვის სასარგებლო არის. ამ კონფერენციის მეშვეობით ჩვენი ექიმები, ჩვენი კოლეგები კიდევ უფრო გათვითცნობიერდებიან, გაიგებენ სიახლეებს პედიატრიაში და შედეგად ჩვენი ბავშვები უკეთესად დამკურნალები და უფრო ასე ვთქვათ შედეგებიც უკეთესი იქნება. კონფერენციაზე ჩატარდა რეგიონებიდან ჩამოსული პედიატრებისათვის მინი კურსი, ანუ პრაქტიკული უნარჩვევების ათვისებისა, მკურნალობის სხვადასხვა სახის კონსენსუსები, რომელიც დღეისათვის არსებობს, ახალი სამკურნალო წამოწყების საშუალებები როგორ იქნეს გამოყენებული. ამ კონფერენციის ერთ-ერთი მიზანი ის გახლავთ კიდევ, რომ პედიატრებმა ძირითადად ერთ ენაზე ვილაპარაკოთ, ანუ კონსენსუსები გქონდეს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებზე და აქედან გამომდინარე მომსახურების ხარისხი ავადმყოფებისა და განსაკუთრებით ბავშვებისა მეტად იყოს გაზრდილი. ლიტერატურის მუზეუმში გუშინ საღამოს კავკასიის მშვიდობის საბჭოსა და კავკასიის ხალხთა სასამართლოს ჩამოყალიბების იდეის პრეზენტაცია გაიმართა. საინიციატივო ჯგუფის წევრები თავისუფლების და მშვიდობის ფონდის, თავისუფალ მოაზროვნეთა არაფორმალური ასოციაციის, კავკასიური სოლიდარობისა და სახალხო სასამართლოს წევრები არიან. საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნის მიზანი კავკასიის გეოპოლიტიკური რეგიონის ერთიან სამშვიდობო და სამართლებრივ სივრცეში მოქცევაა. ყოველ შემთხვევაში ჩვენი იდეა მიმართული არის კავკასიის ხალხების გაერთიანებისკენ, კონსოლიდაციისკენ, რომ მათ ერთობლივად ერთად ხალხებმა ვიმეორებ, არა სახელმწიფოებმა, არამედ ხალხებმა ერთობლივად შექმნან მშვიდობის საბჭო და კავკასიის ხალხთა სასამართლო. ანუ შექმნან კავკასიაში რეალური სამშვიდობო და სამართლებრივი სივრცეები. საზოგადოებრივი ორგანო სასამართლოს ფორმატის, რომელსაც ესე იგი გამოცდილი მოსამართლეები წაუძღვებიან ამ საქმეებს, აი ამ სასამართლოში იქნება, უნდა იყოს განხილული ის საკითხები, რომლებიც კავკასიელ ხალხებს აწუხებს. არა მარტო დღევანდელი საკითხები, არამედ ისტორიული, თქვა გენოციდის საკითხი, ჩერქეზების, აფხაზების, თქვა გასახლება ჩეჩნების, ინგუშების. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კავკასიაში მშვიდი ცხოვრების იმედი გამიჩნდა. კავკასიაში ომები აღარ იქნება. ჯერა რომ ერთად შევძლებთ იმის მიღწევას, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები მშვიდობით იცხოვრებენ ამ მშვენიერ. 20-ზე მეტი მაღაროელი დაიღუპა ჩინეთის ქვანახშირის მომპოვებელ შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად მიწისქვეშ 30-მდე ადამიანი აღმოჩნდა. ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიუხედავად ჩინეთის მაღაროებში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. მასშტაბური ტრაგედია ჩინეთის ერთ-ერთ შახტაში 2005 წელს მოხდა. მაშინ აფეთქების შედეგად 200-ზე მეტი მაღაროელი დაიღუპა.现在警下救援的速度，主持人，突出事故通常会有大量的煤冒落，这样啊，也就使得整个巷道中有很多煤。此时此刻。ჩილელი მაღაროელების შემდეგ მიწისქვეშ ამჯერად ეკვადორის მაღაროს მუშები აღმოჩნდნენ. გვირაბის ჩამონგრევის შედეგად ეკვადორის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ მაღაროში 4 ადამიანი 150 მეტრის სიღრმის გვირაბში დარჩა. მათი მდგომარეობა უცნობია. სამაშველო ოპერაციებში 50 მაშველი მონაწილეობს. მაღარო ეკვადორის ერთ-ერთ კომპანია მინესატკოს ეკუთვნის, რომელიც ოქროს მომპოვებელ სამუშაოებს ასრულებს.
იტალიაში იაპონელი ქალბატონი იუკარი მიესი და მისი თანამზრახველი ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. 31 წლის მიესის იტალიელი მამაკაცისთვის ნარკოტიკული ნივთიერების მიყიდვა ედება ბრალად, რომელსაც მამაკაცის სიკვდილი გამოიწვია. იაპონელი ქალბატონი ბოლონიაში აიყვანეს, სადაც მას კომპანიონებთან ერთად ნარკოტიკების ბიზნესი ჰქონდა აწყობილი. დაკავებისას პოლიციამ პრეპარატ ექსტაზის დიდი რაოდენობა ამოიღო. რომის პაპმა ბენედიქტ მე-16-მ დღეს მონაზონი წმინდანა დაკურთხა. მერი მარტილოპი პირველი ავსტრალიელი წმინდანი გახდა. კურთხევის ცერემონია ვატიკანში წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ჩატარდა, სადაც უამრავი ავსტრალიელი მომლოცველი ჩავიდა. მონაზონი და მასწავლებელი მერი მარტილოპი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. ის კათოლიკური ორდენის წმინდა იოსიფესა და წმინდა გულის დიდების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. საფრანგეთი მასობრივი დემონსტრაციების ახალი ტალღისთვის ემზადება. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გაფიცვის გამო ქვეყანაში საწვავის მარაგი იწურება. საწვავის დეფიციტი ქვეყნის მსხვილი ავიაკომპანიების მუშაობასაც აფერხებს. პარიზის აეროპორტებმა საწვავის მოსალოდნელი დეფიციტის გამო მუშაობა შეაჩერეს. 12 ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან 10 არ მუშაობს. თანამშრომლები ამბობენ, რომ გაფიცვას მომავალშიც განაგრძობენ. ორლის აეროპორტს საწვავის მარაგი ჯერ კიდევ აქვს. პარიზის მთავარი აეროპორტის შარლ დელ გოლი კი უკვე საწვავის გარეშეა დარჩენილი. ორივე აეროპორტში ფრენა გადადეს. ფრანგი მგზავრები შექმნილი ვითარებით შეშფოთებულნი არიან და იმედოვნებენ, რომ ვითარება მალე გამოსწორდება. თუმცა ქვეყნის პროფკავშირები მთავრობას ახალი მიტინგებით ემუქრებიან. ამბობენ, რომ უახლოესი 24 საათის განმავლობაში აეროპორტს საწვავი გაუთავდება. მე ამის არ მჯერა. საფრანგეთის საკმარისად ორგანიზებულია, რომ მსგავს პრობლემებს გაუმკლავდეს. როგორც გავიგე, საწვავის 5 ან 6 დღის მარაგი არსებობს. ვფიქრობ, რომ ესეც კარგი ამბავია. ადამიანები, რომლებიც მოგზაურობენ, თავისუფლად გადაადგილებას შეძლებენ. ქვეყნის მასშტაბით ბენზინგასამართ სადგურებზე საცობები შეიქმნა. მოსახლეობაში ჯერჯერობით პანიკა არ არის, თუმცა ფრანგი მძღოლები პესიმისტურად არიან განწყობილნი. დილიდან საწვავი აღარ იყიდება. ეს პირველი ბენზინგასამართი სადგურია, სადაც მივედი. ალბათ სხვა სადგურზე წასვლა მომიწევს. აქ ბენზინი აღარაა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გაფიცვა ტარდება. ადრე თუ გვიან მაინც დაიღლებიან, რადგან სხვა ადამიანებს პრობლემებს უქმნიან. საპენსიო სისტემაში რეფორმას საფრანგეთის სტუდენტობაც აპროტესტებს. ათასობით მომიტინგე ლიონის, პარიზისა და სხვა ქალაქების ქუჩებში გამოვიდა. პოლიციასა და სტუდენტებს შორის შეტაკებაც მოხდა. არ ვიცი როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ არ ამგონია კარგი შედეგი ჰქონდეს. განსაკუთრებით იმის გამო, რომ საპროტესტო აქციებში უკვე სტუდენტებიც ჩაერთნენ. ძიმე ვითარება შეიქმნა საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ მარსელში, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თანამშრომლების გაფიცვის გამო პორტში ნავთობით დატვირთული ტანკერები დგას. საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ ქალაქის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებიც. კვირაზე მეტია მარსელში ნაგვის ურნები გადავსებულია. ქალაქიდან ნარჩენები აღარ გააქვთ. აქ საშინელი სიბინძურია, ქალაქის ასე მიგდება არ შეიძლება. აქავრობა ვინმე უნდა დაასუფთავოს, ან ჯარი, ან უმუშევარი ხალხი უნდა დაგვეხმაროს. ვფიქრობ, ეს კარგი იდეა იქნებოდა. გადაუხადონ უმუშევრებს და ისინი ქალაქს ნაგვისგან გაწმენდნენ. ქარის დროს საშინელი სუნი დგება. ჩვენი ბიზნესისთვის ეს ძალიან ცუდია. საფრანგეთის პროფკავშირების განცხადებით ქვეყნის მასშტაბით 200-ზე მეტი მიტინგი ჩატარდა. საყოველთაო გაფიცვაში, რომელიც 2 ოქტომბერს დაიწყო, მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა. ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია კი 12 ოქტომბერს ჩატარდა. მაშინ 3,5 მილიონი ადამიანი გამოვიდა. მომიტინგეები პრეზიდენტ ნიკოლას სარკოზის მიერ ინიციერებულ რეფორმას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მინიმალური საპენსიო ასაკი 60-დან 62 წლამდე გაიზარდა. საფრანგეთის მოქალაქეები კი ამ რეფორმის გაუქმებას ითხოვენ. კოტ-დ'ივუარის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ქვეყანაში წინა საარჩევნო კამპანია დაიწყო. 31 ოქტომბერს საპრეზიდენტო სავარძლისთვის 14 კანდიდატი იბრძოლებს. წინას არის გამოკითხვით მოსახლეობაში 14 პრეზიდენტი ლორენტ γκბაგბო ლიდერობს. გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებით, თუ არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიულად ჩატარდება, გაეროს კოტ-დ'ივუარის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს გააუქმებს. 2002 წელს ამ აფრიკულ სახელმწიფოში სამოქალაქო ომი დაიწყო, რის შედეგადაც ქვეყნის ჩრდილოეთი აჯანყებულებმა დაიკავეს, ხოლო სამხრეთ ნაწილს კვლავ მთავრობა აკონტროლებს. მომავალი არჩევნები ქვეყნის გაერთიანებას შეუწყობს ხელს.